სპონსორია კატარაქტისა და ლაზერული კორექციის ცენტრი ახალი მზერა. ახალი მზერა. ჩვენ აღგიდგენთ მხედველობას. ესეც ასე დავბრუნდით, მოგესალმებით დილამშვიდობის, ჩვენი სტუმარი არის ნათია შეყლაშვილი, დერმატოვენეროლოგი და ტრიხოლოგი. ჩვენ უკვე დავაანონსეთ ის თემა, რაზეც უნდა ვესაუბროთ ჩვენს მაყურებელს, ამიტომაც საახალწლო სუფრის, ესე რომ ვთქვათ, ნეგატიური ზეგავლენა ჩვენს ვიზუალურ მხარეზე, განსაკუთრებით სახისკანზე, რომელიც მართლა ამ ყველაფრის სარკე არის ხოლმე, ამ ორკვირიანი, ესე რომ ვთქვათ, გადამეტებული კვების, ალკოჰოლის, უძილო ღამეების და მოკლედ საახალწლო გავლენა ჩვენს სახისკანზე, მეტად ჩვენს მაყურებელს ამ თემასთან დაკავშირებით თქვენ მიაწოდათ რჩევები თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. დღესდღეობით უკვე ცნობილია და მრავალი კვლევა ტარდება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს კავშირი ნაწლავსა და კანს შორის. ნაწლავებში არის მიკრობიომი, რომელიც ეს არის სასარგებლო ბაქტერიების ერთობლიობა, ის გვეხმარება ნორმალური ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში, ასევე გვეხმარება ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში და იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში. მაგრამ არასრულფასოვანი კვებით, ჭარბი ალკოჰოლის მიღებით, ჭარბი შაქრების მიღებით ეს ბალანსი ირღვევა ნაწლავებში და ამას საბოლოო ჯამში მივყავართ იქამდე, რომ ნაწლავების განლოდობა იზრდება და ნაწლავებიდან სისხლში მარტივად ხდება ანთებითი მედიატორები. ეს კი იწვევს კანზე გამონაყრის განვითარებას, ქავლის განვითარებას ან სიწითლის განვითარებას. ამიტომ კავშირი, ასე ვთქვათ, მჭიდროა ნაწლავსა და კანს შორის. კი ბატონო, და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, როდესაც ბევრ სხვადასხვა საკვებს ერთად, ესე რომ ვთქვათ, ვიღებთ ხოლმე. აი, ყველაზე მეტად სახისკანზე რომელი პროდუქტები მოქმედებს, იმიტომ რომ მე ვიცი ზოგი, ესე რომ ვთქვათ, ადამიანისგან, რომელიც ამბობს, რომ მაგალითად ნიგზიანი თუ მივირთვით ეს გამონაყრის გამომწვევი შეიძლება არ გახდეს თუ ჩვენ კონკრეტულად ან რაღაც ალერგია არ გვაქვს ნიგოზთან დაკავშირებით. აი ეს უბრალოდ ყველასთვის იყოს ნიგოზის სახეზე გამონაყრის გამომწვევი, ზოგი ამბობს, რომ ეს ასე არ არის და ზოგადად კუჭიდან, ასე რომ ვთქვათ, სახისკანამდე საკმაოდ დიდი, ესე რომ ვთქვათ, დისტანცია და ამიტომაც არ არის აპრიორი, რომ ასევე საინტერესოა ეს პრობლემა მხოლოდ იმ ადამიანებს ეხება, ვისაც აკნესკენ მიდრეკილი სახისკანი აქვს, თუ ნებისმიერ შეიძლება კვებიდან განუვითარდეს ეს პრობლემა. კუჭი აკნეს არ იწვევს, ესე პირდაპირ ვთქვათ და ეს მაინტერესებს. კი ბატონო. ზოგადად ერთ რომელიმე კონკრეტულ საკვებს რთულად შეუძლია რომ აკნე განავითაროს, მაგალითად საახალწლო პერიოდში, როდესაც არის ჭარბი ალკოჰოლის მიღება, ცხიმიანი საკვების მიღება, ჭარბი შაქრების მიღება, ამ ყველაფერს ერთდროულად, რადგან ორგანიზმზე არის ძლიერი დატვირთვა, შეუძლია რომ გაჩნდეს ამ დროს გამონაყარი კანზე. რა მექანიზმი უდევს ამას საფუძვლად, მაგალითად, როდესაც ჭარბი რაოდენობით ტკბილს ვიღებთ, ეს ზრდის ორგანიზმში ინსულინის რაოდენობას და ამის ფონზე ეს ჭარბი ინსულინი მოქმედებს ცხიმოვან ჯირკვლებზე, აქტიურებს მათ და ისეთი დაავადებები, როგორც არის მაგალითად აკნე ან სებორეული დერმატიტი, მაგის გამოწვევებას იწვევს. რაც შეეხება ალკოჰოლს, ალკოჰოლს შეუძლია რომ სისხლდარღვევი გააფართოვოს, ანთებითი მედიატორები გადაიტანოს მარტივად სისხლში და შესაბამისად მაგალითად ისეთი დაავადება, როგორც არის კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება, ფსორიაზი გაამწვავოს. რაც შეეხება ცხიმიან საკვებს, აი მაგალითად ნიგოს, თხილეულს, ისინი უფრო, ესე ვთქვათ, არ ღვევენ მიკრობიომს ორგანიზმში, ამ შემთხვევაშიც ანთებითი პროცესები იზრდება ორგანიზმში და გამონაყარის განვითარებას იწვევს კანზე. თქვენი კითხვა რომ გამიმეოროთ, აკნეს და ზოგადად ყველას შემთხვევაში არის ეს პრობლემის გამოწვევი თუ არა. მეტწილად აკნეს მქონე ადამიანებში უფრო, რა თქმა უნდა, ალბათ გამოხატულია ეს პრობლემა, მაგრამ ჩვეულებრივ სახისკანის შემთხვევაში რა ხდება და ძირითად შემთხვევებში გამონაყარი მწვავდება ხოლმე მათთან, ვისაც უკვე აქვს კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება, მაგრამ ეს მაპროვოცირებელი ფაქტორები, რაც ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ, ჭარბი ალკოჰოლის მიღება, ჭარბი ტკბილეულის მიღება, არაბალანსირებული კვება, იმდენად დიდი დატვირთვა ორგანიზმში
ორგანიზმისთვის, რომ შესაძლებელია სრულიად ჯანმრთელ კანზეც კი გაჩნდეს გამონაყარი. და მაშინ ახლა რაც უჭირდება, ასევე არის ის რჩევები, აი ამ ზედმეტი საახალწლო სუფრის კვალს, როგორ უნდა შევებრძოლოთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ორგანიზმი სწრაფად დავაბრუნოთ, ესე რომ ვთქვათ, ჯანსაღ რეჟიმში, რა თქმა უნდა, ძილთან ერთად ყვებაც ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის. კი. ნამდვილად, პირველ რიგში აუცილებელია, რომ მოვლის რუტინა შემსუბუქდეს. ამ შემთხვევაში არ არის კარგი, რომ მაგალითად, ესე ვთქვათ, ჩავრთოთ ახალი კრემები, ლოსიონები დერმატოლოგის რეკომენდაციის გარეშე. უმჯობესია, რომ შემცირდეს მოვლის რუტინა, მოხდეს ნაზი, რბილი დასაბანი საშუალებების გამოყენება და რბილი, ასე ვთქვათ, ნაზი დამატენიანობრივი საშუალებების გამოყენება. რა თქმა უნდა, რეკომენდირებულია, რომ შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, ჭარბი ესე ვთქვათ, ცხიმიანი საკვების მიღება და არაბალანსირებული კვებისგან მოვერიდოთ ორგანიზმს და ამასთანავე არ არის რეკომენდირებული მექანიკური გაღიზიანება გამონაყრის, რადგან ამ შემთხვევაში უფრო დიდი არის შანსი, რომ გაჩნდეს პოსტანთებითი ჰიპერპიგმენტაციები, რაც მაგალითად უფრო მუქი კანის მქონე ადამიანებში რთულად ასალაგებელია. ასევე ხშირად არის, როდესაც ვითარდება პოსტანთებითი ატროფიული ნაწიბურები, ანუ მინუს ქსოვილი, ამ შემთხვევაში მექანიკური გაღიზიანებასთან უნდა მოვერიდოთ. ნიშნავენ მექანიკურ გაღიზიანებას დაკავშირებით მაინტერესებს, ან რა თქმა უნდა არ არის კარგი, რადგან ინფექციის ეს რა ვთქვათ, შეჭრის ალბათობაც იზრდება და ასევე ქვედა მხარეს უფრო მეტად ჩადის ის, ესე რა ვთქვათ, ჩირქიანი გამონადენი და ეს კიდე უფრო, ესე რა ვთქვათ, მეტ, ესე რა ვთქვათ, შანსს იწვევს, რომ ვიზუალურად უფრო ცუდად გამოჩნდეს, მაგრამ არის კონკრეტული გამონაყარი, რომელიც პირიქით თუ დროზე ადრე არ მოვიშორეთ, მე მგონი, შიგნით რაღაცა ლურჯდება და ძალიან დიდ ხანს რჩება, ეს რაღაც ნაწიბური სახით წითელი მოლურჯოფერი აქვს ხოლმე. მაგრამ აი ესეთ შემთხვევაში ჩვენს მაყურებელს ვიცი რომ ეხლა უმეტესობას როდესაც სახეზე ეს რა ვთქვათ, რაღაც გამონაყარი აქვს, ყველას უნდა ძალიან სწრაფად რომ მოიშოროს, მაგრამ არის კონკრეტული გამონაყარი, რომელიც ჯობია რომ მართლა მოვიშოროთ და არ დაველოდოთ, რომ შიგდა პროცესები უფრო ხანგრძლივი არ გახდეს. არის ესეთი გამონაყარი ნამდვილად, მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯობია დერმატოლოგთან ვიზიტი, ამ ყველაფრის ძირითად შემთხვევებში არ საჭიროებს ხოლმე ჩარევას და ან ადგილობრივი მოქმედების საშუალებებით, ან სისტემური მოქმედების საშუალებებით ხდება ამის ალაგება, მაგრამ ძალიან იშვიათ შემთხვევებში კი მივმართავთ ხოლმე მის მექანიკურად მოწესებას. ასევე ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ახალ წელთან და სუფრასთან ძალიან ესეთი საგულისხმო მოცებულობა იჩენს ხოლმე თავს, რაც მდგომარეობს სეზონში. ზამთარია და ზამთარში ესე რომ ვთქვათ, კანის მოვლის რუტინაც იცვლება ხოლმე, იმიტომ რომ მეტწილად კანის სიმშრალისკენ მიდრეკილი ხდება და ასე შემდეგ. როგორ უნდა დავიცვათ თავი ზამთარში კანის გაღიზიანებისგან, სიმშრალისგან, სიცივისგან გამოწვეული პრობლემებისგან? კი ბატონო. რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც კანის ტიპზეა დამოკიდებული, მაგრამ ზამთარში შედარებით უფრო სუყე დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება რეკომენდირებული, რადგან როდესაც კანი მშრალია, როდესაც ხდება არასწორად კრემების გამოყენება, ირღვევა კანის ბარიერი, შესაბამისად უფრო მარტივად ხდება ბაქტერიების შეჭრა ორგანიზმში, კანში და შეიძლება განვითარდეს მეორადი ბაქტერიული ინფექცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, კანის ბარიერის შესანარჩუნებლად უფრო სუყე დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება რეკომენდირებული ზამთრის პერიოდში. ეგეთ ინტერესებს დამატენებლებში ხშირად არის ალკოჰოლი მითითებული შემადგენლობაში. ეს არის იმის, ესე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც უნდა შევამოწმოთ და უარი ვთქვათ მსგავს დამატენებლებზე, თუ ეს უბრალოდ ინახავს, მაგრამ ჩვენს კანს არ აზიანებს, იმიტომ რომ მე როგორც გავიგე, რომ ალკოჰოლის შემცველი პროდუქტები ნაოჭ საწინააღმდეგოდ საერთო ჯამში ვერ ჩაითვლება და მაინც კანის გაღიზიანებას უწყობს ხოლმე ზედაპირულად შეიძლება დაატენიანოს ის პროდუქტი რომ შეინახოს, ამიტომ აქვს ალკოჰოლი, მაგრამ ჩვენი კანისთვის ეს არ არის კარგი. მაგრამ როგორ უნდა ავარჩიოთ, ანუ ალკოჰოლი არის ერთ-ერთი მთავარი რამ, რაზეც უნდა მოვახდინოთ რეაგირება ჩვენ და თუ ალკოჰოლი არ ექნება, მაშინ როგორ ხდება იმ პროდუქტის სიჯანს ან ჯანსაღ ფორმაში შენარჩუნება გრძელვადიანად?
პრინციპი აქაც ფაქტობრივად იგივეა, ანუ ალკოჰოლს შეუძლია რომ კანი გააღიზიანოს, ბარიერი დაარღვიოს და ბაქტერიების შეჭრა უფრო მარტივად ხდება კანში. ამიტომ, რა თქმა უნდა, რეკომენდირებულია, რომ ალკოჰოლისგან თავისუფალი იყოს პროდუქტები, რომლებსაც ძალიან იშვიათია ასეთი პროდუქტების, ასე რომ ვთქვათ, მოძებნა ჩვენს ბაზარზე აქვე უნდა აღნიშნო. ნამდვილად. და კიდევ ერთი, ასე რომ ვთქვათ, რამ მინდა რომ გადავამოწმოთ თქვენთან ერთად, მე მოგცეს ინფორმაცია, კორტიზოლს იყენებენ, როდესაც აი მაგალითად სადმე მნიშვნელოვანი დღე გვაქვს ან ქორწილში მივიდივართ ან დაბადების დღეზე და რაღაცნაირად უცბად როგორც ხდება ხოლმე რომ რაღაც გამოხდება ჩვენს სახის კანზე, რომელიც ძალიან მოქმედებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე და განწყობაზე, ასეთ დროს მიმართავენ ხოლმე კორტიზოლს, ოღონდ მხოლოდ დერმატოლოგთან, ესე რომ ვთქვათ, ვიზიტის დროს და ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვითნებურად ესე ვთქვათ, მაგრამ რამდენად კარგი და სწრაფი ეფექტი აქვს ამას ჩვენს მაყურებელს თქვენ რა უთხრათ და თუ ვინმეს ესე რომ ვთქვათ, აქვს ეს პრობლემა, რამდენად შეუძლია რომ ყველა მათგანს ესე რომ ვთქვათ, თუ აქვს ზოგადად რეკომენდაცია, რომ ყველასთვის შესაძლებელია. თქვენ ალბათ გულისხმობთ ადგილობრივ მოქმედების ჰორმონალურ საშუალებებს. ნემსის გაკეთება კორტიზოლი კონკრეტულ გამონაყრის ადგილზე. როგორც ხვდები, ახლა გულისხმობთ ჰორმონალურ მედიკამენტს, ჰორმონალურ ადგილობრივ საშუალებას, რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდირებული. აკნეს შემთხვევაში ჰორმონალური საშუალებები ნამდვილად არ გამოიყენება. დროებით შესაძლებელია შენიღბოს ეს პროცესი, მაგრამ შემდგომ გამწვავებს აუცილებლად. ამიტომ რა თქმა უნდა რეკომენდირებულია დერმატოლოგთან ვიზიტი, კანის შეფასება და შესაბამისად ადგილობრივი ან სისტემური მოქმედების მედიკამენტების გამოყენება. თვითნებურად არ არის რეკომენდირებული არც ადგილობრივი მედიკამენტების გამოყენება, რადგან კანის გაღიზიანებას იწვევს არასწორად გამოყენება ადგილობრივი საშუალებების, რაც შეეხება სისტემურ საშუალებებს, ხშირია თვითნებურად გამოყენება, რადგან ჩვენს ქვეყანაში ურეცეპტოდ გაიცემა ეს მედიკამენტები. შესაბამისად, ეს მედიკამენტები საკმაოდ ძლიერია და ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს. შეუძლია მაგალითად დააზიანოს თირკმლის ფუნქციები, ღვიძლის ფუნქციები, ამიტომ რა თქმა უნდა არ ვურჩევა რომ ის მაგრამ ეს არის ალბათ წელიწადში ერთხელ თუ სხვა გამოსავალი არ არსებობს აი ამ შემთხვევაში და არა რაღაც სისტემატიურად, იმიტომ რომ მგონი არც იმ წელიწადში ერთხელ არ არის ეს რეკომენდირებული, რომ არსებობს გამოსავალი, სხვა მეთოდებით, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ დღევანდელი ეთერის საშუალებით არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს ქართველებს განსაკუთრებული ახალი წლის პერიოდი გვაქვს, არაერთ ახალ წელს აღვნიშნებთ და აი მაგალითად ხვალაც ძველით ახალ წელს ვეგებებით და ზოგიერთ ოჯახში არც თუ ისე ნაკლები მრავალფეროვნებას უფრაზე. აი ამ პერსპექტივით, ხვალინდელი პერსპექტივითა და სამომავლო პერსპექტივით რომ გავითვალისწინოთ, როგორ შეიძლება ვისიამოვნოთ ქართული კერძებითა და სუფრით ისე რომ ჩვენი კანი არ დაისაჯოს და არ იქნას უგუნებელ ყოფილი. გოზინაყი ისევ მაქვს სახში შემორჩენილი და ჯერ კიდევ ახალი წელი. საინტერესო რას გვირჩევთ. ვაკეთებ და აპრილამდე გადამალული ხონდა ხოლმე, აპრილშიც გვჭამდით. ანუ ვინც ვართ ესეთები გადავალ. რას გვირჩევთ? ეს ბალანსი როგორ უნდა დავიცვათ ისე რომ არც ჩვენი სურვილი არ დავაკნინოთ ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენი კანიც დარჩეს ჯანსაღ მდგომარეობაში. ზოგადად კანზე აისახება ის ყველაფერი, რაც ორგანიზმში ხდება. ამიტომ ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ ნაწლავებში მიკრობიომი იყოს, ნორმალური მიკრობიომი იყოს შენარჩუნებული. ამისთვის რეკომენდირებულია ზომიერად როგორც ტკბილეულის, ისე ალკოჰოლის, ისე ცხიმიანი საკვების მიღება. ასევე რეკომენდირებულია, რომ მოხდეს ორგანიზმის ჰიდრატაცია, ანუ საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება. იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ორგანიზმი არის დიდი დატვირთვა, ახალ წლებს გულისხმობ და სრულფასოვანი ძილი. ეს ყველაფერი აისახება, რა თქმა უნდა, კანზე. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, ძალიან დროულიც, იმიტომ რომ ახლა რაღაცნაირად ყველანი ვგრძნობთ ამ დაახლოებით 12 წლის განმავლობაში. თუ რას ჩავდიოდით და ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო ეს რჩევები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ სტუმრობისთვის. ნათია შეყლაშვილი, დერმატოვენეროლოგი, ტრიხოლოგი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ისევ შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს კურნალის რუბრიკა არის თქვენთან ერთად, რომელიც გირჩევთ და მოგცემთ იმ საიმედო რეკომენდაციებს, რომელიც თქვენს ცხოვრებას ბევრად უფრო გააჯანსაღებს. რუბრიკის სპონსორია კატარაქტისა და ლაზერული კორექციის ცენტრი ახალი მზერა. ახალი მზერა. ჩვენ აღგიდგენთ მხედველობას.